სამძიმრებს სტიქიის დროს აღუყურების ოჯახებს ძალიან მძიმეა ამ თემაზე ჩემთვის საუბარი, ესეთი მასშტაბური ტრაგედიის თვითმხილველი არასდროს ყოფილი ვარ და ეს ტკივილიც მთელი ცხოვრება ჩემთან ერთად დარჩება. ჩვენი ხელისუფლება ზრუნავს იმაზე, რომ ის ჰიდრორესურსები, ის რესურსები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, relocate for immediate needs, and also we have announced 3 million. მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის, ენერგეტიკული განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ჯვარი ხორგას პროექტი, ქვესადგურები და ელექტროგადამცემი ორჯაჭვა 500 კილოვოლტიანი ხაზების მშენებლობა, რომელსაც ვიწყებთ დღეს და 2016 წლის ბოლოსთვის იქნება დასრულებული. პროექტის საერთო ღირებულება არის 50 მილიონი დაახლოებით 50 მილიონი, ცოტა შეიძლება ნაკლები დაждდეს. და მივესალმებით ასეთი მნიშვნელოვანი და გრანდიოზული პროექტების მშენებლობას, რადგან ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ საქართველოს უახლოეს მომავალში გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი, რომ ენერგეტიკული მიმართულებით და ყველაზე მთავარი ეს არის ეკონომიკური მიმართულებით. წარმოუდგენელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, თუ ჩვენ ენერგეტიკულად არ ვიქნებით ძლიერი ქვეყანა.